გადავიდეთ შემდეგზე. მისვლებს შორის 1 წუთი უნდა დაისვენო. კი, ზოგჯერ 1 წუთი საკმარისია, მაგრამ ხშირად უფრო ხანგრძლივი დასვენება დაახლოებით 90 წამიდან 3 წუთამდეც კი არის საჭირო, რომ შემდეგი სეტი ეფექტურად შეასრულო. მეოცე მითი. შეგიძლია აირჩიო საიდან დაიკლებ ცხიმს. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მითია, რომ შეგიძლია დაუმიზნო საიდან დაიკლებ ცხიმს, მაგრამ ეს რეალურად შეუძლებელია. სასურველი ადგილიდან ცხიმის დასაკლებად ჭირდება ზომიერი კალორიული დეფიციტი და რაც მთავარია, მოთმინება. გადავიდეთ შემდეგ მითზე. პროგრესისთვის ყველაფერი იდეალურად უნდა გააკეთო. კი, საკუთარი თავისგან მაქსიმუმის მოთხოვნა ძალიან კარგია, მაგრამ ყველაფრის და ყოველთვის 100% შესრულება ცოტა არარეალურია. თუ იშვიათად ვარჯიში ჩაგივარდება ან კვებას დაარღვევ, არა უშავს, უბრალოდ დაუბრუნდი ჩვეულ რეჟიმს. 22 მითი. ერთდროულად კუნთის ზრდა და ცხიმის კლება შეუძლებელია. არა დამწყებებში, ან ჭარბწონიან ადამიანებში, ან ვინც დაუბრუნდა ვარჯიშს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ორივე ერთდროულად რომ მოხდეს სავსები შესაძლებელია და ამას რეკომპოზიცია ჰქვია. გადავიდეთ შემდეგზე. ლეგ პრესზე მუხლები ბოლომდე არ უნდა გაშალო. აბსოლუტურად ყველა სახსარი შექმნილია გასაშლელად და ისინი ჯობია ამ ფუნქციას შეაჩვიო და გააძლიერო გაშლილ პოზიციაში. მითი 24. თუ ვარჯიშის რამდენიმე დღეს ჩააგდებ, კუნთები დაგეშლება. კუნთები იმაზე ნელა იშლება, ვიდრე გონია. ზოგი კვლევის მიხედვით 2-3 კვირიანი უვარჯიშებლობის შემდეგაც კი კუნთოვანი მასა თითქმის არ დაკარგულა. შემდეგი. სასტორზე წონა თუ არ მცირდება, ცხიმს არ იკლებ. სასტორზე ნაჩვენები რიცხვი არც ისე იდეალური საზომია პროგრესისთვის, რადგან მაგალითად შეგიძლია ცხიმს იკლებდე და თან კუნთოვან მასას იმატებდე, რასაც სასტორი ვერ დაგანახებს. გადავიდეთ შემდეგზე. კარდიო ცუდია კუნთოვანი მასის მომატებისთვის. ძირითადად ზომიერი კარდიო კუნთის ზრდას არ აფერხებს, მაგრამ თუ ზედმეტს გააკეთებ, რა თქმა უნდა, ეს აღდგენაში ხელს შეგიშლის.